სამი კომპონენტი. პირველი არის ნეიროგუმორალური ძვრები, სხეულში ეგრეთ წოდებული, ანუ შინაგანი ორგანოების რეაქცია. გული, ფილტვები, მონელების სისტემა, თირკმელები, ღვიძლი, ელენთა, შარდის ბუშტი, გენიტალიები და ამ შემდეგ. მეორე კომპონენტი არის კუნთები, კუნთოვანი დაძაბულობა, ან აი საზიზღრად რომ მოდუნდება ხოლმე, ხო იცი, უძლურების განცდა რო გაქვს, შეიძლება აქეთ ხარეს წავიდეს. და მესამეა სუნთქვის ტიპის შეცვლა. ან უფრო ხშირად იწყებ სუნთქვას, ან ითრგუნება სუნთქვა პირიქით, ან ხანდახან ზოგი ადამიანი ამასაც ჩივის ხოლმე, სუნთქვა მავიწყდება. რას ნიშნავს? როდესაც სუნთქვა ითრგუნება, აი ადამიანი სუნთქად უწევს სუნთქვა გაჩერდა. ესე იგი დაფიქრდა რაღაცაზე, რაც მისთვის არის სტრესული ან მატრაუმირებელი. ამ დროს ადამიანებს გონიათ რომ ფიქრობენ. სუნთქვის შეწყვეტა და აზროვნების შეწყვეტა ერთდროულად ხდება. აი ეს სამი კომპონენტია, რომელთაც იწყება. შემდეგ ტრავმას გარდა ფიზიოლოგიური ნაწილის, რას ქვია ფიზიოლოგია, რატო ჩნდება საერთოდ ეს რეაქციები? იმიტომ რომ გარკვეულ მოგონებას და ტკივილის ზონას შორის twinში გაჩნდა ნეირონული ბმა, ფიზიკური ბმა. და სანამ ეს ბმა არის ესე ტრიგერები, რომელიც ასე ვთქვათ, იყო ამ მოგონებასთან დაკავშირებული, გააქტიურებს ამ ტკივილის ზონას. ტრიგერის სახით რა შეიძლება იყოს? შეიძლება იყოს გამოსახულება, რაღაცა დავინახე. შეიძლება იყოს ადამიანი, შეიძლება იყოს სუნი, შეიძლება იყოს გემო, ფერი, შეიძლება იყოს დღეღამის რაღაცა პერიოდი, შეიძლება იყოს წლის რაღაცა სეზონი, რაღაცა პროცესების სტრუქტურა. აი მაგალითად დედა-მამა ჭხუბობდნენ ბავშვობაში და ეს მატრაუმირებდა, ხო? და კრივს უყურებ. აქაც ვიღაცა სტრუქტურა, ხო? არის ერთ სუბიექტი A, სუბიექტი B და ამათ შორის არის კონფრონტაცია, რატომღაც ვერ არ მსიამოვნებს. ამიტომ ტრიგერები შეიძლება იყოს ძალიან მრავალფეროვანი, ხანდახან მარტივი, ხანდახან კომპლექსური, ხო? ადამიანის twin არის საკმაოდ შემოქმედებითი. და ამ შემოქმედებითობის გამოისობით შევქმენით ესეთი ცივილიზაცია, ხო? ზუსტად ასეთივე შემოქმედებითობით ვიქმნით პრობლემებს. ჩვენი ძლიერი მხარის ჭრილოვანი გამოხატულებაა.